როგორ იწყება ადამიანში სულიერი გამოღვიძება? მე შევპირდი ჩემს კითხვებს და იმ ადამიანებს, რომლებიც გადიან სულიერი გამოღვიძების გზას, შევეცდებოდი და თანმიმდევრობით ავხსნათ იმ მოვლენებს და შეგრძნებებს, რომლებსაც ადამიანი ამ გზაზე გადის. როგორ იწყება ადამიანში სულიერი გამოღვიძება? სულიერი ენერგიის გამოღვიძება იწყება მაშინ, როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ ცხოვრება, რომელითაც ამ სამყაროში ცხოვრობს, სულაც არ არის მისი. ის შეგრძნება, რომელიც სულს აქვს, არ არის მატერიალურ სამყაროში, რომელიც ადამიანს მოუტანს სიხარულს და ბედნიერებას. თქვენ შეიძლება გაქვთ ყველაფერი, რომ იყოთ ბედნიერი, მაგრამ არ არის ბედნიერება. როცა განვიცდით შინაგან დისკომფორტს, არ გვაკმაყოფილებს ის ცხოვრება, რომელითაც ცხოვრობთ. ადამიანი გადადის ფაზაში, როცა ვცდილობთ ამოვიცნოთ, რა გვინდა, რისთვის ვართ და საერთოდ რა არის ჩვენი მისია ამ სამყაროში. ამ პროცესს უკვე მოჰყვება მდგომარეობა, როცა ჩვენ შიგნით ვიწყებთ საკუთარი მესძიებას, რომელიც არის ძალიან ძნელი პროცესი და ჩემს შემთხვევაში ეს 10 წელი გაგრძელდა. შეხვიდე შენს ქვეცნობიერში, ეს ძალიან ძნელი და ინდივიდუალური, მაგრამ გარდაუვალი, რომ არ დავნებდეთ და სულიერი ძიების ნაცვლად არ მივიღოთ ფსიქიკური პრობლემები, პარალელურად ძილის რეჟიმი იცვლება. გრძნობ თავს მოусვენად, არ გახარებს არაფერი. სხვის იგ ხარია, სხვის იგ წყინს, ხდები გულჩვილი და ხშირად ტირი, საკუთარ თავსაც კი. სულიერი ენერგიის გამოღვიძება ხდება მოულოდნელად, განცდილი უეცარი შიშის ან რაიმე სტრესის მიღების შედეგადაც კი. სულიერი ენერგია არის განთავსებული კუდუსუნის თავზე და არის დახოვულ მდგომარეობაში. როცა იღვიძებს, იწყებს ხერხემლის გასწვრივ გადაადგილებას და როგორც გველი ეხვევა ხერხემლს და წმენდს უარყოფითი ენერგიებს და მიიწევს თავისაკენ. რადგან ამ ენერგიის დანიშნულებაც ეს გახლავთ, რომ მიაღწიოს თავის ტვინს და შეერწყა სამყაროს. ამის შემდეგ ადამიანი ჰარმონიაში მოდის სამყაროსთან და ზოგი ხდება ვინ და ზოგიც ვინ. ყველა ენერგიის გასუფთავების შემდეგ ჩვენ ვიძენთ ახალ უნარ-თვისებებს. ადამიანი იზრდება სულიერად, მორალურად, უფრო და უფრო შემოდის თქვენში უფლის რწმენა და სიყვარული. ამ მოვლენებს თან ახლავს შინაგანი შფოთვები, მოუსვენობა, მოწყენილობა, ბედნიერების ვერ შეგრძნება, მაგრამ ეს ყველაფერი არის დროებითი. ენერგიის გაწმენდა გადაადგილებას ხერხემლის ირგვლივ თავისთავად წლები სჭირდება, ჩემს შემთხვევაში 28 წელი დასჭირდა, მაგრამ როცა პროცესი იწყება, ამის შეჩერება შეუძლებელია. ჯობს შევეგუოთ და სწორად ვიაროთ, გავაცნობიეროთ, რადგან როცა გონება იწყებს მოგზაურობას, ჯობს ეს წინასწარ ვიცოდეთ, რომ არ დაუშვათ შეცდომა და ჩვენიდან გასული გონი ჭკვიანურად გამოვიყენოთ, რათა არ მოხდეს ენერგეტიკული დაბინძურება და არ შემოვიტანოთ ბოროტის სულების ენერგიები, რომლებიც მიგიყვანს ფსიქიკურ ასლილობამდე. სულიერ ენერგიას აქვს თვისება გამოაღვიძოს თქვენში განსხვავებული უნარ-თვისებები. ზოგი იწყებს წერას, ზოგი რა უნარით გამოირჩევა, ზოგი რა. დროდადრო მოდის შიშები წარსული ცხოვრებისა და მომავლის ვერ დანახვისა. ადამიანს გონია, რომ მისთვის ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ ეს ასე არ არის. იქ სადაც გრძნობთ, რომ დამთავრდა, მაშინ იწყება ყველაფერი კარგი და იყავით ამისთვის მზად. ადამიანში თანდათან იცვლება ხედვა, სამყაროს აღქმა, ახლებურად უყურებ ყველაფერს და ეს უკვე მოგწონს, რომ შენ ერთი უკვე აღარ გავხარ ყველას. პარალელურად იზრდება შეგრძნებები, ვიბრაცია კოსმოსში. თანდათან შეგიძლია გახვიდე და აითვისო კოსმოსი, რომელიც შემდგომ შემოდის შენში და მე მას კოსმიური გონი უწოდე. მოდის შეგრძნება, რომ მე შენ გიყვარს ყველა და ყველაფერი. ეს უკვე არის ადამიანში სულიერი გაბრწყინება, რომლის შედეგადაც იწყება ადამიანში ახალი ფურცელი და ახალი ცხოვრება. სწრაფვა უფლისკენ, თქვენ მოგიტანთ ნანად სიხარულს და ბედნიერებას და დაგაჯილდოებთ განსაკუთრებული უნარებით. როდესაც ეს ენერგია აღწევს თავის ტვინს, აცოცხლებს მას და ადამიანის შესაძლებლობები არის უსაზღვრო. ამას თვითონ თითოეული თქვენთაგანი შეამჩნევთ. რადგან ყველას განსხვავებული უნარ-თვისებები გაგვაჩნია, მე თუ მკურნალი გავხდი და დღეს ამხელა ძალის მატარებელი ადამიანი ვარ, ეს მოხდა იმით, რომ მთელი ჩემი ცხოვრება იყო სწრაფვა უფლისკენ და კიდევაც მოხდა სულიერი და უფლის ენერგიების შეერთება ჩემში, რამაც გამხადა მე უდიდესი მკურნალი. გისურვებთ ყველას გონივრულად გევლოთ სულიერების გზაზე და უფლის რწმენა არასდროს დაგეკარგოთ.